ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ვასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. გუშინ ჩატარდა თბილისის, საქართველოს სხვა რეგიონებში ზუსტად 11 ლოკაციაზე უფასო ვაქცინაცია შინაური ცხოველების და ყველა შეეძლო მieყვანა და აეცრა თავისი შინაური ცხოველი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. რომელსაც აუცილებლად მე როგორც ვიცი ყოველწლიურად ატარებთ ხოლმე და არა მხოლოდ ერთხელ წელიწადში. მოდით ვისაუბროთ ამ თემაზე, რამდენად დიდი არის დღეს ჩვენთან ეს პრობლემა და იცნობიერების ამაღლების კუთხით კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ უფრო სერიოზულად მიუდგეს საზოგადოება ამ პრობლემას. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე არის დღეს, 28 სექტემბერი 2007 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება როგორც სოფლის მსოფლიო დღე. საქართველოს ამ ღონისძიებას 2013 წლიდან უერთდება და ტრადიციულად ყოველწლიურად ჩვენც აღნიშნავთ 28 სექტემბერს. იმდენად რამდენადაც გუშინ უქმე დღე იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს კამპანია ჩაგვეტარებინა გუშინ ვაქცინაცია. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩვენი ვეტერინარები განლაგებულები იყვნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და მოსახლეობას შევთავაზეთ როგორც უფასო ვაქცინაცია, ასევე ბუკლეტები, ბროშურები, ის ინფორმაცია, რა ძალიან მნიშვნელოვანია სოფთან ბრძოლასთან დაკავშირებით. სოფი არის ინფექციური დაავადება, ძალიან საშიში დაავადება, რომელიც 100%-იანი ლეტალობით თავრდება, განკურნება არ არსებობს, არის თითოეული შემთხვევები, ეს ჩემი აზრით უფრო სასწაულს მიეკუთვნება ვიდრე მეცნიერებას და მედიცინას, თუმცა შემთხვევები მაინც არის, მაგრამ რეალურად 100%-იანი ლეტალობით თავრდება ეს დაავადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩაუტაროთ ვაქცინაცია, იმიტომ რომ ძაღლებს და კატებს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები იყვნენ დაცულები და შემდეგ ჩვენ ადამიანებიც ვიყოთ დაცულები. სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად არის ცოფთან ბრძოლაში ჩართული. ისტორიას მოგიყვებით 2006 წლიდან 2012 წლამდე ჩვენ ვაქცინაციას ვატარებდით მხოლოდ აფეთქების კერაში, სადაც სოფი დაფიქსირდებოდა. თუმცა 2013 წლიდან დღემდე ამას ჩვენ მივეცით მასიური ხასიათი, პროფილაქტიკური ხასიათი და ჩვენი ვეტერინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით დადიან და ვაქცინაციას უტარებენ როგორც მიკედლებულ, ასევე პატრონიან და ყველა ამთვისებელ ცხოველებს. იცით რა მინდა კითხოთ ბოდიში, ჩვენ ვიცით რომ გარკვეულ ქვეყნებში, ისევ ევროპა უნდა მოვიყვანოთ მაგალითად, მაგრამ ეს დაავადება საერთოდ აღარ არსებობს. რეალურად რა არის იმის მიზეზი, რომ დღემდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ აღმოფხრათ სოფის და ვითვლებით მაინც სოფის ენდემურ ქვეყანად. აი რატომ ხდება ეს? აი ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვცრით სააგენტო სადღაც 300,000-მდე ცხოველს. ეს წელსაც ჩარჩანაც იმის წინასწარ 2013 წლიდან. თუმცა პრობლემა მაინც რჩება, იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში ალბათ როგორც ცნობიერების ამაღლება და ის რომ აუცილებელია რომ ძაღლი აიცრას და ის მითები რაზეც თქვენ ისაუბრეთ რომ ზრდაში აფერხებს, ყნოსვას უკარგავს და ასე შემდეგ ეს არასწორი მიდგომები ეს უნდა დავივიწყოთ და ჩვეულებრივად უნდა ვატარებდეთ ყოველწლიურად ვაქცინაციას და ასევე დღის წესრიგში რჩება პრობლემა რომელიც მიეკუთვნება გარეულ ცხოველებს. გარეული ცხოველებიდან გადმოდის მიუსაფარ ცხოველებზე, იქიდან უკვე პატრონიან ცხოველებზე ან ადამიანებზე. რას გულისხმობთ გარეულ ცხოველებს? გარეული ცხოველები არიან ამთვისებელი ცხოველები, ძირითადად ეს ხორცის ჭამელ ცხოველებზე არის აქ საუბარი, მელა, ტურა, მგელი და მათგან გადაედება უკვე ხო, მაგრამ იმათ ხო ვერ ავწრით. მაგათი არსებობს სხვა შორის მათი აცრის და ვაქცინაციის პროგრამებიც, მით უმეტეს ესეთ დასახლებულ პუნქტებში თქვა დიდ რაიონებში, იგივე თქვა თბილისის შემოგარენში შესაძლებელი არის, რომ ეს აღრიცხვა გაკეთდეს და უფრო მასიური იყოს. მაგრამ აი მონადირეების შემთხვევაში არის ხოლმე პრობლემები. მე როგორც ვიცი, წელს დაფიქსირებული 6 შემთხვევიდან 5 ნამდვილად იყო პატრონიანი ძაღლის შემთხვევა, სანადიროდ ყავდათ წაყვანილი აუცრელი ძაღლები. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით და ეგ არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც აი იმ სტერეოტიპს მიეკუთვნება, რომ თითქოს მონადირე ძაღლი კარგავს ყნოსვას. ეს მცდარი მიდგომა არის და წარმოუდგენელია. საქართველოს არის მსოფლიო ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი.
და ჩვენ მათი პლატფორმის საშუალებით გქონდა მოლაპარაკებები ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან და სასაზღვრო ზოლში გვინდა განვახორციელოთ ცხოველების, გარეული ცხოველების ორალური ვაქცინაცია. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და აქტიურად არიან ჩართულები როგორც ქართველი მხრიდან ჩვენი ვეტერინარები, ჩვენ ვართ ჩართულები, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანელი. თუმცა ეს მინდა გითხოთ ამასთან დაკავშირებით სომხებს და აზერბაიჯანელებს არც ალიათ ვაქცინაციისთვის ისეთი მდგომარეობაა და აღმერთთ მაგას რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ თუ არის მიზეზი აი ამის რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ის რომ ნაკლებია ინფორმაცია მოსახლეობაში ამის შესახებ. აი თუნდაც მე მაგალითად პირველად გავიგე რომ გუშინ იყო ასეთი უფასო ვაქცინაცია. შეიძლება სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ არ იცოდეს ამის შესახებ. ესეთ ცხოველ მე რასაც უყურებდი, ცხოველების ჯგუფებში მეც გავაზიარეთ, ეს აქტიურად ვაზიარებდი და შემეხმიანენ კი სხვა რეგიონის მაცხოვრებლები, რომ ახლა მე ჩემ 10 კატას წავიყვან, 5 ძაღლს წავიყვან და ასე შემდეგ ძალიან გახარებულები იყვნენ. არის საზოგადოების მხრიდან, არის დიდი ნაწილი საზოგადოების, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. აი ცოფი არის, აი მე მართლა ძალიან მიყვარს იმ ადამიანების და ბრაზდები, იმიტომ რომ აი ცოფის სიტყვა ცოფის თქმა უკვე ადამიანში აღზრავს საშინელ შიშს, ხო და ყველა მიცის რომ ეს არის მომაკვდინებელი ინფექცია და ჩვენ 1000-ნაირ მართლა ნემს ვარჭავთ ჩვენ შვილებს და ვუკეთებთ ვაქცინებს იმისთვის რომ დავიცვათ გარკვეული დაავადებებისგან, ხო და ხა ძაღლს რო არცრი, იმიტომ რომ კარგად ვერ ინადირებს და თან მე ისიც ვიცით რომ კარგად რო მაინც ვერ ინადირებს, ქუჩაში აგდებენ იმ ძაღლებს. მართლა სირცხვილია, როდესაც შენ იმ რაღაცა 1 საათიანი სიამოვნების გამო რომ ვითომ შენ პროფესიონალი ხარ, შენს გარემოს, შენს ოჯახის წევრებს და შვილებს შეუქმნა საფრთხე და სახლში მოიტანოთ სოფი იმიდან, ნადირობიდან. ბრაზდები ეს რაღაცა. რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, ამაზე კონკრეტული ფაქტები არსებობს მარტო ის, რომ ყოველწლიურად ჩვენი ვეტერინარები 300,000-მდე უფასო ვაქცინაციას ატარებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მართლა მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით და მადლობა გადაუხადოთ ჩემ კოლეგა ვეტერინარებს იმ გაწეული შრომისთვის. წელს გაგვიჭირდა კამპანიების ჩატარება, თუმცა შარშან მქონდა ჩვენ ესეთი მიდგომა სკოლებში და უნივერსიტეტებში შევდიოდით და ბროშურებით და ბუკლეტებით ინფორმაციას ვაწვდიდით სტუდენტებს, მოსწავლეებს ცოფთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ თქვენი ეთერის საშუალებითაც და თქვენს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მოწვევისთვის და ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდი პლატფორმა არის ალბათ რომ მოსახლეობას ხმა მიაწვდინო. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს. დასრულდა, დაგვაგვიანდა ცოტა ამის გაშეხება როგორც ჩანს და დასრულდა ეს ვაქცინაცია. და 300,000 ვაქცინა სრულად იხარჯება თუ გრჩება თან? არა, სრულად კი, არა, ჩვენ ვხარჯავთ, ანუ ეს ვაქცინაცია ტარდება როგორც პროფილაქტიკურად, ასევე კერებში ამთვისებელ ცხოველებს ჩვენ ვუტარებთ ვაქცინაციას და წლის განმავლობაში ხდება 260,000-მდე პროფილაქტიკური და სადღაც 30,000-მდე იძულებითი ვაქცინაცია. ვაქცინაცია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გუშინ იყო ეს. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ამას უფასოდ ვატარებთ. თუ ვინმეს ჩვენ აი ეთერის საშუალებით ახლა ხმა მივაწვდინეთ და მას ყავს აუცრელი ძაღლი ან კატა, ნებისმიერ ჩვენ ლოკაციაზე, ჩვენ მთელი საქართველოს მთელი საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაში რა იგულისხმება, ჩვენ ლაპარაკობდით ამ კრიზისს და რაც რეალურად თუნდაც სპეციალისტების მხრივ არის რეგიონებში, ხო, ამ ვეტერინარულ კლინიკებში. ნუ ვეტერინარები ფაქტიურად ექიმები ვართ. თუ ეს ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუმცა ჩვენ არ გავჩერებულ ვართ არც პანდემიის დროს, ჩემი თანამშრომლები დადიოდნენ და მხოლოდ სოფის ვაქცინაციას არ ატარებს სურსათის ეროვნული სააგენტო 9 ინფექციურ დაავადებაზე ვცხრით ჩვენ საქართველოში არსებულ ყველანაირ პირუტყვს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რა თქმა უნდა, საკარანტინო პერიოდში, როდესაც ქვეყანა გაჩერებული იყო და ჰქონდა კომენდანტის საათი, ასე ვთქვათ, ჩვენი ვეტერინარები მაინც დადიოდნენ და იმ პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მაინც აკეთებდნენ. იმიტომ რომ მოემატა მაგ პერიოდში, რა შეეხება გულისხმობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისებს. ნებისმიერ ადგილას შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს მიიყვანოს თავისი ცხოველი, ძაღლი, კატა და მას ჩვენ აუცრით უფასოდ. აი მართლა მეც გირჩევთ და გთხოვთ რომ მეტი კამპანია გააკეთოთ საინფორმაციო, იმიტომ რომ აი აქამდე მე მეგონა რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეხება
ვსახურდა მხოლოდ აი ეს სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის მომსახურება ამ ვაქცინებით და კარგია რომ თქვათ შინაურ ცხოველებზეც ვრცელდება ეს და რომ ესე კიდე შემდეგშიც ვითანამშრომლოთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პრინციპში ჩვენი ბლოკი ზუსტად მაგას ეხება, რომ ცნობიერების ამაღლება მოხდეს აი შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის საკითხებში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ცხოველის მიტოვება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, კი არა უპასუხისმგებლობა და ბოროტება, იმიტომ რომ გარდა ცხოველისა ის უკვე გარემოს აყენებს ძალიან დიდ ზიანს, საზოგადოებისთვის არის ეს ძალიან დიდი პრობლემა და პრინციპში აი თბილისი შეიძლება იყოს მაგალითი იმისა, რომ ქუჩის ცხოველები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაში არიან და უსაფრთხოდ არიან, იმიტომ რომ მათ ყოველწლიურად უტარდებათ ვაქცინაცია. ეს თუ მთელი საქართველოს მასშტაბით ესე ძალიან ფართოდ გავრცელდება, ხო, ძალიან დიდი ის იქნება, რა ქვია, შეღავათი იქნება ნამდვილად. სოფციაცრილი ცხოველი რომ დაგლიჯოს ცოფიანმა ცხოველმა, შემდეგ რა ხდება? ანუ ის დაცულია სრულად თუ კიდე უნდა ხელახალი ვაქცინაცია? დაცული არის, იმიტომ რომ მას გაკეთებული ქონდა ცოფის ვაქცინა. ანუ ეს ცოტა ახლა დიდი სალაპარაკო თემა არის და მეცნიერული იმებში შევდივართ, სავარაუდოდ ჩვენ დრო არ გვეყოფა ამით. ჩვენ ენაზე გითხარი. მაგრამ ჩვენ ενაზე რაც სათქმელი არის, ვაქცინირებული ცხოველი არის დაცული უკვე არავაქცინირებული ცხოველისგან. რაც შეეხება ადამიანის ნაწილზე მინდა ერთი-ორი სიტყვით თქვა, სოფი გადადის დაკვენა დადორბლით და ასე ვთქვათ, უცხო ცხოველთან ურთიერთობით შესაძლებელი ადამიანს დაემართოს სოფი, დაკვენილი ან დადორბლილი ადამიანი აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმ-რადიოლოგთან და მისი მხრიდან უნდა მოისმინოს კომპეტენტური რეკომენდაციები, რომ არ დაემართოს სოფი. სხვათა შორის ადამიანებში ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, ცხოველების ვაქცინაციას უკავშირდება. 2006 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში 52 შემთხვევა გვაქვს ადამიანებში ჰიდროფობიის. აქედან 2006-დან 2012 წლამდე იყო 42 შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 11 მოდის 2012-დან 2019 წლამდე. 2019 წელს ჰქონდა ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოს არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში დაფიქსირდა და 2018 წელს ორი შემთხვევა იყო, აქედან ერთ-ერთი ისევ აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო. 2020 წლისთვის საბედნიეროდ ჩვენ ჯერ არც ერთი შემთხვევა არ ქონია, რაც ისევ და ისევ ჩვენი ინსპექტორების, ვეტერინარების ძალიან სერიოზულ შრომას უკავშირდება. პრინციპში ცხოველებშიც იკლო გამოვლინება, მე რო სტატისტიკას ვნახულობდი, წინა წლებში ბევრად უფრო მაღალი იყო და ეხლა უკვე წლიური გამოვლინება ცხოველებში, შინაურ ცხოველებში საკმაოდ დაბალი არის. და მაინც ინტერესი გაჩნდება, მე დარწმუნებული ვარ და ძირითადად ჩვენთან შემოვა ეს ზარები და სად ცხელი ხაზი გაქვთ თქვენ როგორც ვიცი, სადაც შეგიძლიათ მე მგონი დარეკოთ და უშუალოდ აი ამ თუნდაც რეგიონალურ ცენტრებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მოიპოვოთ ინფორმაცია. კი, მართალი ბრძანდები 1501 არის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი. ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცხელ ხაზზე.